დღევანდელი ჩვენი თავარი საკითხი თქვენთვის როგორც ცნობილია საკმაოდ დიდი აგრეგატული და მან ის დაკრძალვის შემდეგ როგორც საფრთხე გადასასვლელია რომელიც ერთი მეკუთვნებდი ერთი მეოცე მოდით ბატონ ზურაბს ხო რა გამოწვევები და სახილველი როგორც არის გზების ქვეშეთი კობის პროექტის ფარგლებში, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს 9 კილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, რომლის საბურთი მანქანა საქართველოში ჩამოსულია, არის ამჟამად ფოთში. Რაღაც რაოდენობა ნაწილები უკვე ატანილია დანიშნულების ადგილზე, ხოლო ძირითადი არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთი, რომელიც რეალურად გამომწვევია ტრანსპორტირების კუთხით, მისი გადაზიდვის პროცესის გასამარტივებლად და დასაგეგმად დღეს მიმდინარეობს შეხვედრა სხვადასხვა უწყებებთან ერთად, რათა ის ყველა პრობლემური საკითხი მაქსიმალურად კოორდინირებულად და დროში გაწერილად გადაიჭრას. საქართველოში მსგავსი სიგანის ტვირთების გადაზიდვა ჯერჯერობით არ მომხდარა. ლაპარაკი არის TBN-ის ყველაზე განიერი დაახლოებით 8 მეტრი სიგანის ნაწილებზე. საბოლოო ჯამში ფოთიდან განსახორციელებელი არის დაახლოებით 110 არაგაბარიტული და მძიმეწონიანი რეისი, მძიმეწონიანი მანქანის გადაზიდვა. ერთ-ერთი ყველაზე რთული ალბათ კომპონენტი ამ ლოგისტიკური ჯაჭვის არის ზუსტად ის გეოგრაფიული სირთულეები, რაც გვაქვს ჩვენს ბოლო მონაკვეთზე.